ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. დავით მეოთხე აღმაშენებელი. ნაწილი მერვე. მე-12 საუკუნის მეორე ათწლეულის მიწურულს ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ რუკაზე ახალი, უძლეველი სახელმწიფო გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც მეფე დავითმა ყივჩახთა ტომები მოიმხრო, საქართველოს სამეფოს სამხედრო პოტენციალმა, ისევე როგორც მისმა ამბიციებმა, მკვეთრად გადალახა მანამდე არსებული საზღვრები. 1120 წლისთვის დავითის სამხედრო კამპანიები უკვე აღარ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საზღვრისპირა რეგიონებით. ქართული ლაშქარი ღიად იჭრებოდა მოწინააღმდეგის ტერიტორიებზე და იქ შიშსა და კრძალვას თესავდა. საქართველოს სამხრეთით მდებარე მუსლიმური საამიროები ერთი მეორეს მიყოლებით აღმოჩნდნენ მძიმე საფრთხის წინაშე, თუმცა მათ შორის ვერც ერთი ვერ შეედრებოდა თბილისის საამიროს მდგომარეობას. თბილისი კუნძულივით იყო ჩაფლული საქართველოს ტერიტორიებში. ქალაქის გარშემო ქართული ძალები ყოველდღიურად ამკაცრებდნენ რკალს, ხოლო კედლებს მიღმა მცხოვრები მოსახლეობა მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობდა. ნათელი ხდებოდა, რომ გარდაუვალი იყო მომენტი, როდესაც დავით მეფე მთელ თავის სამხედრო ძალისხმევას ამ უკანასკნელი დიდი ბასტიონის წინააღმდეგ მიმართავდა. ქალაქის მესვეურები ყველა შესაძლო ხერხს მიმართავდნენ ქართველთა ხელმწიფის მოსაშორებლად, თუმცა ამ მცდელობებიდან შედეგი ვერც ერთმა ვერ გამოიღო. გარდა ერთი შემთხვევისა, რომელიც დავითის მემატიანემ საგანგებოდ შემოგვინახა. ერთ-ერთი ციხესიმაგრის ალყის დროს დავითის სამხედრო ბანაკში საკუთარი კარვიდან მხოლოდ პერანგი სამარა გამოსულა. მეციხოვნეებმა ისარგებლეს მომენტით და ერთ-ერთმა ისრის სროლაში გამორჩეულად დახელოვნებულმა მეფე მიზანში ამოიღო და ისარი მკერჩი დაახალა. დავითი მიწაზე დაეცა. მეფის ამალა მაშინვე მისკენ გაიჭრა. ყველას ეგონა, რომ ხელმწიფეს სასიკვდილოდ დაიჭრა. თუმცა რამდენიმე წამში მეფე გონზე მოვიდა და ფეხზე წამოდგა. როგორც მემატიანე გადმოგცემს, დავითის სიკვდილისგან მკერდზე დაკიდებულმა მთავარ ანგელოზის მედალიონმა გადაარჩინა, რომელმაც ისრის დარტყმა შეაჩერა და სხეულამდე არ მიუშვა. დავით მეფის სამხედრო წარმატებებმა და აგრესიულმა საგარეო პოლიტიკამ ქართული არმია შეუჩერებელ სამხედრო ძალად ჩამოაყალიბა, რაც სელჩუკთა სამყაროში სერიოზული შეშფოთების მიზეზად იქცა. განსაკუთრებით მწვავედ აღიქმებოდა ის ფაქტი, რომ ქართველები აღარ შემოიფარგლებოდნენ თავდაცვითი მოქმედებებით, ისინი ღიად იჭრებოდნენ მუსლიმური სახელმწიფოების ტერიტორიებზე, იღებდნენ ციხე-ქალაქებს და ხარკს ადებდნენ ადგილობრივ მმართველებს. თბილისისა და სხვა მომიჯნავე საამიროების ელჩები მთელ ახლო-აღმოსავლეთს მოედნენ და მუსლიმურ სამყაროს საქართველოს წინააღმდეგ ჯიჰადის ანუ საღვთო ომის გამოცხადებისკენ მოუწოდებდნენ. ელჩები კარდაკარ დადიოდნენ, მიმართავდნენ ემირებს, დიდმოხელეებსა და თავად სულთნებს, არწმუნებდნენ მათ, რომ ქრისტიანული საქართველოს აღზევება არამხოლოდ რეგიონული, არამედ საერთოდ ისლამური სამყაროსთვის სასიცოცხლო საფრთხეს წარმოადგენდა. დავით მეფის აქტიურმა პოლიტიკამ ფართო რეზონანსი ჰპოვა და თანდათან ჩამოყალიბდა აზრი, რომ საქართველოს წინააღმდეგ ცალკეული საამიროების ძალები საკმარისი აღარ იყო, საჭირო იყო ფართო მასშტაბიანი კოალიციური ლაშქრობა. ამ პერიოდში სელჩუკთა იმპერიაში ძალაუფლება ორ სულთანს შორის იყო განაწილებული. დიდ სულთან სანჯარს და ირან-ერაყის სულთან მაჰმუდ მეორეს შორის. ისტორიკოსები ვალტერ გოტიე და მიქაელ სირიელი ლაშქრობის ინიციატორად სწორედ სანჯარს მიიჩნევენ, თუმცა აშკარაა, რომ გადაწყვეტილება ორივე მმართველის ინტერესებში შედიოდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჯიჰადს მარდინის ემირი ნეჯმ ად-დინ ილღაზი უხელმძღვანელებდა. ეს არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა. ილღაზი იმ დროისთვის მუსლიმური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ სარდლად ითვლებოდა. ზოგჯერ მას ისლამის מחვილად მოიხსენიებდნენ. 1119 წელს მან სასტიკად დაამარცხა ანტიოქიის მთავარი როჯერის არმია, რამაც მუსლიმურ სამყაროში უდიდესი აღფრთოვანება გამოიწვია. ბაღდადის ხალიფამ ილღაზი დააჯილდოვა ალაჰის დამცველის საპატიო ტიტულით, რაც ფაქტობრივად ჯიჰადის ლიდერობას ნიშნავდა. საინტერესოა, რომ ილღაზის ინტერესები ჩრდილოეთ სირიისა და ალეპოში იყო კონცენტრირებული.
საქართველოს მიმართ მას არც ტერიტორიული და არც ეკონომიკური პრეტენზიები არ გააჩნდა. მისი მონაწილეობა კამპანიაში რელიგიური მოტივაციითა და ისლამური სოლიდარობით აიხსნება. ამას ადასტურებს ისიც, რომ 1121 წლის დასაწყისში მან მოულოდნელად ზავიდადო იერუსალიმის მეფე ბალდუინ მეორესთან, რათა ზურგი გაემაგრებინა და მთელი რესურსი კავკასიისკენ მიემართა. იბნ ალ-ასირის ცნობით, ილღაზის დროშის ქვეშ გაერთიანდნენ მალიქ თოღრული, სულთნის უმცროსი ძმა და განძის მმართველი. დუბაის იბნ სადაკა, ერაყის არაბული ტომების მეთაური, არაბთა მეფედ წოდებული, თუღან არსლანი, არზანის მმართველი. კოალიციაში ასევე მონაწილეობდნენ ხლათის, ანისის, ყარსისა და ერზრუმის საამიროები. რადგან ლაშქრობას რელიგიური ხასიათი ჰქონდა, რეგულარულ არმიებს შეუერთდა უამრავი მოხალისე მუსლიმური ქალაქებიდან, დამასკოდან, ალეპოდან, ბაღდადიდან და სხვა ცენტრებიდან. ეს ადამიანები ჯიჰადში მონაწილეობას საკუთარ რელიგიურ ვალდებულებად მიიჩნევდნენ და საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებულ ლაშქრობას ისლამის გადარჩენის საქმედ აღიქვამდნენ. ამრიგად, ისლამური სამყაროს სხვადასხვა კერიდან შეკრებილი მრავალრიცხოვანი ლაშქარი საქართველოს წინააღმდეგ დაიძრა. მეფე დავითმა და ქუთაისის სამეფო კარმა სტოვრების მეშვეობით დროულად შეიტყვეს მტრის მოძრაობის შესახებ. ამ ცნობების მიღებისთანავე დავით მეფემ დაიწყო სამეფოს სრული სამხედრო მობილიზაცია. სახელმწიფო მესვეურები იხმობდნენ სამეფო ჯარს, ფეოდალურ ლაშქარს, მოკავშირე ძალებსა და ყველა იმ რესურსს, რომელიც გადამწყვეტი ბრძოლისთვის იქნებოდა საჭირო. რაც შეეხება მეომართა რაოდენობას, შუა საუკუნეების წყაროები კოალიციური ლაშქრის რიცხოვნობას აშკარად გაზვიადებულ ციფრებში ასახელებდნენ. მაგალითად, ანტიოქიის კანცლერი ვალტერ გოტიე ლაშქრის შემადგენლობას 600,000 მეომრით აფასებს. სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელი 560,000-ით, ხოლო მიქაელ სირიელი ყველაზე მოგრძალებულ ციფრს 100,000 მეომარს გვთავაზობს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამდენი ადამიანის უზრუნველყოფა ყოველდღიურად ათასობით ტონას სურსათსა და ქერს მოითხოვდა. ამასთან ერთად, იმ ეპოქაში არ არსებობდა ისეთი მართვის სისტემა, რომელიც მრავალრიცხოვანი ლაშქრის მოწესრიგებულ გადაადგილებას შესაძლებელს გახდიდა. მარშის დროს ასეთი არმია მრავალ ათეულ კილომეტრზე გაიჭიმებოდა. კიდევ უფრო წარმოუდგენელია ამ მასშტაბის ძალის დაფინანსება და შენახვა. ანალოგიური სირთულეები იკვეთება ქართული არმიის შემთხვევაშიც. მიუხედავად იმისა, რომ წყაროებში დავითის ლაშქარი დაახლოებით 55,000 მებრძოლად არის წარმოდგენილი, იმდროინდელი საქართველოსთვის ასეთი მასშტაბის არმიის გამოყვანა რეალურად შეუძლებელი იყო. სახელმწიფოს არ გააჩნდა საკმარისი დემოგრაფიული და ეკონომიკური რესურსი ათეულ ათასობით მებრძოლის ერთდროულად შეიარაღებისა და სრულფასოვანი უზრუნველყოფისათვის. ამას ემატებოდა ის გარემოებაც, რომ დავითს აუცილებლობის გამო გარნიზონები უნდა დაეტოვებინა ციხესიმაგრეებსა და ქალაქებში, რაც კიდევ უფრო ამცირებდა უშუალოდ ბრძოლის ველზე გამოსაყვან ძალას. შესაბამისად, ორივე მხარის არმია რეალურად გაცილებით ნაკლები მებრძოლისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი, ვიდრე ამას შუა საუკუნეების წყაროები გვამცნობენ. თუმცა ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ მთელი ახლო აღმოსავლეთიდან შეკრებილი კოალიციური ლაშქარი რიცხობრივად მაინც მნიშვნელოვნად აღემატებოდა ქართულ არმიას. მერვე ნაწილის დასასრული.